ხირები მოვიტანა, თუ ხელით ვქნათ. კაი, ვინ იწყებს? სანდრა დაიწყებს. მე დავიწყებ. კაი, მიდი შენ დაიწყე. პირდაპირ ბანკზე რატო იწყებს ასვლას? 4 შვილის დედა მარიამ კანდელაკი 8 წლის განმავლობაში თბილისის მერიაში მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში მოქალაქეთა მომსახურების ოპერატორად მუშაობდა, თუმცა საკუთარი პოლიტიკური შეხედულების გამო იმ რეპრესიების მსხვერპლი აღმოჩნდა, რომელიც თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ დაუმორჩილებელი საჯარო მოხელეების წინააღმდეგ დაიწყო. ჩემი თავისუფლება მოხდა აბსურდულად, აბსოლუტურად პოლიტიკური ნიშნით. მე ვფიქრობ, რომ სხვათა შორის და ეჭვი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ყველაზე მეტად გაამწვავა ჩემი მდინარაძის მიმართ პოსტებმა, სხვათა შორის ადრე კოლეგიალობას ვიჩენდი მის მეუღლესთან, რომელიც ჩემი მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე არის და ანუ ყველანაირად ვცდილობდი, რომ მასზე კომენტარი არ გამეკეთებინა, მაგრამ ბოლო პერიოდში თვითონაც ძალიან აქტიურად ცდილობს, რომ უკომენტაროდ თავი არ დაიტოვოს და მე შესაბამისად თავი არ შემიკავებია პოზიციის დაფიქსირებისგან. და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ფაქტორი და მნიშვნელოვანი იყო ესეც, იმიტომ რომ ყველაზე აბსურდული ჩემი გათავისუფლება იყო იქიდან გამომდინარე, რომ ყველა თანამშრომელმა გაიარა გასაუბრება და მე როცა ველოდებოდი გასაუბრების ზარს HR-ისგან და რომ დავინახე HR-ის ნომერი ტელეფონზე, მივხვდი რომ მეგონა რომ დროის ჩანიშვნაზე უნდა ესაუბრა, მითხრა რომ ანუ დავტოვე, ან 17 მარტიდან აღარ დავიკავებდი ჩემს თანამდებობას. 4 არასრულწლოვანი შვილი, სწავლა, სამედიცინო მომსახურებები, ბანკები და კომუნალური გადასახადები. ეს იმ ვალდებულებების ჩამონათვალია, რომლებსაც მარიამი საკუთარი ხელფასით ისტუმრებდა. რეჟიმა კი ის მნიშვნელოვანი სტაბილური შემოსავლის გარეშე დატოვა. ეს ერთადერთი სტაბილური შემოსავალი იყო ჩემთვის, რომელიც გადასახადებს იხდიდა ყოველთვიურად, იყო ეს კომუნალური ბავშვის თერაპიები, თუ სხვა ნებისმიერი მასწავლებლების სპორტი და ასე შემდეგ. ამ გადასახადებს სტაბილურად ერთი და იგივე რიცხვში რომ ბანკის ვალდებულებებიც აგრეთვე ყველაფერს ეს ხელფასი იხდიდა. არ ნანობს საჯარო დაფიქსირებულ აზრს. პირიქით ფიქრობს, რომ საჯარო მოხელის ვალდებულება არა პარტიული დავალებების შესრულება, არამედ ხალხის სამსახურში ყოფნა. უბრალოდ უსამართლობის განცდა მქონდა და სინანულის ქვეყნის მიმართ, რომ ანუ როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ საჯარო სამსახური გონიათ, რომ ვიღაცის ბაღი და ბოსტანია, ანუ ვინმე შეპესეში მუშაობდი, რო პოზიცია არ მქონოდა, ხმამაღალი, რასაც ვფიქრობ, გონიათ, რომ რაკი ხელმძღვანელ თანამდებობებზე ინიშნებიან, ამის გამო ისინი არიან ჩვენი უფროსები, ისინი მენეჯმენტურად არიან ჩვენი უფროსები, თორე ჩვენ ხალხს ვემსახურებით რეალურად. არჩევნები ტარდება მერის 4 წელიწადში ერთხელ. საჯარო მოხელეების არჩევნები არ ტარდება ქვეყანაში. იქიდან გამომდინარე, რომ საჯარო მოხელე არის ხალხის დაქვემდებარებაში. უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამოღება, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად კახა კალაძეს აღიზიანებს. თბილისის მერიიდან მხოლოდ ერთ დღეში კალაძის გადაწყვეტილებით 10-მდე ადამიანი გაუშვეს. ყველა იმ პეტიციის ხელმომწერია, რომელიც კობახიძის 28 ნოემბრის ცნობილი განცხადების შემდეგ დაიწერა. გათავისუფლებულებს შორის არის თამთა კაჭახიძეც. დღეს არის ბოლო სამუშაო დღე და ვერ გეტყვით, რომ არ ველოდებოდი ამ დღეს, მაგრამ ემოციურად მაინც რთული აღმოჩნდა ამ ყოველფრის მიღება. მიუხედავად მოლოდინისა, მერიაში ვმუშაობდი, შუაში მეწყვეტა მქონდა, მაგრამ ჯამში 6 წელი გამოდის. და ვმუშაობდი პროექტების და პროგრამების განყოფილებაში კულტურის მიმართულებით. გულიწყდება, რადგან თulis, რომ ის ენერგია, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლას, უსამართლობასთან ბრძოლის სურვილით დაახარჯა, ფუჭი აღმოჩნდა. ემოციურად რთული არის ჩემთვის იმის გადატანა, რომ მე მხარს უჭერდი ოცნებას და მაშინ ვიყავი პატარა და სტუდენტების აქციების დროს ძალიან აქტიური მხარდამჭერი ვიყავი და გამოვდიოდი დღეების განმავლობაში მუდმივად ვიყავი ქუჩაში და ვაპროტესტებდი უსამართლობას და ჩემი მხარდაჭერილი ხელისუფლების მიერ თავად აღმოჩნდი უსამართლობის მსხვერპლი. რეპრესიების ტალღამ ერთი ოჯახის 2 წევრზეც გადაიარა. საჯარო რეესტრიდან გაათავისუფლეს ცოლ-ქმარი ანა ჭედია და დავით ბულია. ისინი მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტში მიწის ამზომველებად მუშაობდნენ. ცოლ-ქმარი საჯარო რეესტრიდან 1 ზარის მეშვეობით დაითხოვეს. მიზეზად სამუშაოს შესრულებისთვის საკმარისი რაოდენობის ადამიანური რესურსის არსებობა დაუსახელეს. რამოდენიმე
წელია გვესმის ჩვენი ხელისუფლებიდან, რომ ცდილობენ გააძლიერონ ახალგაზრდა ოჯახები, ხელი შეუწყონ რაღაცა ჩვენი გენოფონდის ზრდას და ამ დროს რეალურად სახელმწიფოს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვაპროტესტებდით ჩვენი მომავლის კარის დაკეტვას და ადამიანებზე ასე ღია ძალადობას, ფიზიკურ ძალადობას, ამის გამო ახალი ოჯახი, ორი ადამიანი, ამ ოჯახის ორი წევრი დატოვა ყოველგვარი შემოსავლის გარეშე. ჩვენ რა თქმა უნდა ამას უკავშირებთ ჩვენს პროტესტს, რომელიც გამოხატეთ ნოემბერში აქციების პროევროპული აქციების სასტიკი დარბევების ფონზე. რა თქმა უნდა, ეს დამშილობითი პროცედურა იყო ალბათ მათი მხრიდან, ვინაიდან იცოდნენ, რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვიყავით და მიუხედავად ამისა, ოჯახის ორივე წევრი დაგტოვეს ყოველგვარი შემოსავლის გარეშე. ქუთაისის მე-6 სკოლიდან მუსიკის პედაგოგ სოფო როინიშვილს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება სკოლის დირექტორმა გადასცა. მის გათავისუფლებას წინ დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილება უწყოდა. სკოლისთვის აქციაზე როინიშვილის მიერ ფეიერვერკის გასროლის ფაქტი მასწავლებლისთვის შეუფერებელი აქციელი აღმოჩნდა. ბოლო წლებია ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას საგანმანათლებლო სისტემაში. მუშაობდი ორ საჯარო სკოლაში და ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორივე საჯარო სკოლიდან გამომიშვეს. მიზეზი იყო ჩემი სამოქალაქო აქტივიზმი, რომელიც ხორციელდებოდა რა თქმა უნდა სკოლის გარეთ და არა სკოლის შიგნით. არასოდეს არ მომიხვევია მოსწავლეებისთვის გარდა მუსიკისა და მუსიკის სიყვარულის იქით ჩვენ სხვა თემებზე საუბარი არ გქონია გაკვეთილებზე. სამსახურიდან გაათავისუფლეს თბილისის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძეც, რომელიც დედაქალაქის მერიაში 2016 წლიდან მუშაობდა. გათავისუფლების განცხადებაში, რომელიც სოფრომაძეს გაიგზავნა, წერია, რომ მის მიერ დაკავებული პოზიციის არსებობა საჭიროებას აღარ წარმოადგენს. სწრაფად უნდა ჩემი გაშვება საყოფილი არცრე ორგანიზაცია არც ხელშეკრულების არ გაგრძელება, იმიტომ რომ 2019 წლიდან ჩემი ხელშეკრულება იყო უვადო და ის გაგრძელებას არ ექვემდებარებოდა, ის შეიძლებოდა უბრალოდ შეწყვეტილიყო, უბრალოდ შეწყვეტას სჭირდება ობიექტური გარემოება, ანუ რის გამოც წყდება ხელშეკრულება. ჩემს გათავისუფლებას აქვს ორი ძირითადი მიზეზი. ერთი მიზეზი არის ის, რომ მე ვარ იმ პეტიციების პეტიციაზე ხელმომწერი, რომელიც თბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილის სახელით გავრცელდა. ამასთანავე ჩართული ვიყავი აქციებში დღემდე მონაწილეობ, რადგან ის პროცესები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, საჭიროებს არა მარტო საჯარო მოსამსახურეების, ზოგადად საზოგადოების აქტიურ ჩართულობას და პროტესტს. ოპტიმიზაცია და თანხების აკუმულირება. ეს ის ოფიციალური მიზეზია, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაითხოვეს კარლო სქიტიშვილი, რომელიც სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთ სამმართველოს ხელმძღვანელობდა. დახურეს მისი დეპარტამენტი, თუმცა სამსახურიდან მხოლოდ ის გაუშვეს. მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები კი სხვა დეპარტამენტებში გაანაწილეს. მე მუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში, ვიყავი ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. რეორგანიზაცია დაიწყო იანვრის მიწურულს 27 რიცხვში, როგორც მახსოვს. და ამ რეორგანიზაციის შედეგად ის სტრუქტურული ერთეული, რომელსაც მე ხელმძღვანელობდი, მთლიანად გაუქმდა. თანამშრომლები გადაიყვანეს სხვა სტრუქტურულ ერთეულში და ჩემი პოზიცია, როგორც ესეთი, გაუქმდა მთლიანად. არავის არ დაუსახელებია მიზეზი ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების პოლიტიკური რაღაც ჩემი პრეფერენციები. ოფიციალურ მიზეზად, როდესაც ვიკითხე, დასახელდა ოპტიმიზაცია და თანხების აკუმულირება. როგორც ყველა შემთხვევაში, ანუ არც ერთი შემთხვევა და кейსი არ არის, რომ სადაც ვინმესთვის უთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური მიზეზი. ის, რასაც თვით გამოცხადებული ხელისუფლება საჯარო სამსახურებს უპირებს, მიუღებელი აღმოჩნდა მაია დვალიშვილისთვის. სწორედ ამიტომ მან საჯარო სამსახურის ბიუროს დატოვება საკუთარი ნებით გადაწყვიტა. საჯარო სამსახურის ბიუროს დატოვება საკუთარი განცხადებით, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ეს არ ყოფილა ჩემი სურვილი. მომიწია იმის გამო, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები,
და ეს ცვლილებები ითვალისწინებდა აბსოლუტურად ყველაფრის იმის საპირისპიროს, რასაც მე 10 წელი ვემსახურე. ჩემი მიზანი საჯარო სამსახურში იყო, რომ მოხელეები გამეძლიერებინა, პროფესიონალიზმის ამაღლებისთვის შემეწყო ხელი, მაგრამ ამ კანონის და ახალი ცვლილებების პირობებში ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ ემსახურო ამ მიზანს. რა თქმა უნდა, არ ვნანობ, იმიტომ რომ ჩემთვის ის ღირებულებები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და ის პასუხისმგებლობა, რომელსაც მე ვგრძნობ. რანაირად უნდა ჩამეხედა საჯარო მოხელეებისთვის თვალებში, რომელსაც 10 წელი ერთს ვუმტკიცებდი და დღეს ახლა მეორეს მტკიცება დამეწყო, არავითარ შემთხვევაში. გათავისუფლებული მოხელეები ახლა სამართლებრივი დავისთვის ემზადებიან. ისინი გეგმავენ, რომ საკუთარი უფლებებისთვის ყველა შესაბამისი ინსტანცია გაიარონ. ამაში მათ არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი პროფკავშირიც დაეხმარებათ, რომელიც ყოფილმა მოხელეებმა უკანონო გათავისუფლების შემდეგ დააარსეს. ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო მასშტაბური ტალღა გათავისუფლების. ამას წინ უძღოდა საჯარო მოსამსახურეების მიერ ინდივიდუალურად და კოლექტიურად ამ პროცესთან დაკავშირებით საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, მათ დაგმეს მიღებული გადაწყვეტილება კონსტიტუციის 78 მუხლის შესაბამისად და შემდეგ უკვე დაიწყო სხვადასხვა საფუძვლით საჯარო მოსამსახურეების სამსახურიდან გათავისუფლება და ჩვენ ნოემბრის შემდეგ 300-ზე მეტ საჯარო მოსამსახურეს გავუწიეთ იურიდიული კონსულტაცია და 100-ზე მეტი სარჩელი წარვადგინეთ სასამართლოში, რომელთა შორის ერთ-ერთი მასშტაბური გათავისუფლების ტალღა იყო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ამ უწყებაში გათავისუფლებული პირები უკავშირებენ გათავისუფლების ფაქტს პეტიციას. ჩვენ დღეს ვადევნებთ თვალს ვითარებას, როდესაც კანონმა სრულიად დაკარგა მისი ფუნქცია და ამორალური ქცევით, პირდაპირ მნიშვნელობით კანონი ყველამ დახია და მოკლედ მოპყრობა ხორციელდება ადამიანების მიმართ სრულიად უკანონო. აი ამას ყოველთვის გავუწევთ წინააღმდეგობას და ვიქნებით ბუნებრივია რეზიდენტულები ამ პროცესისადმი და საბოლოოდ კიდევ ერთხელ ძალიან ღრმად დარწმუნებული ვიცხადებთ, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში ჩვენი უფლებებისთვის, საერთო უფლებებისთვის, საჯარო მოსამსახურეების უფლებებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ. საჯარო მოხელეების სამსახურებიდან გათავისუფლების უწყვეტ ჯაჭვს ბოლო არ უჩანს. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი აზრის გამოხატვა სამსახურის ფასად დაუჯდათ, ქვეყნის ევროინტეგრაციის დასაცავად გადადგმულ ნაბიჯს არც ერთი საჯარო მოხელე არ ნახობს.